მეგობრებო, ქართულ MMA საზოგადოებაში უკვე ჩაბრძოლდა ახალი დისკუსია. არმან სარუკიანის მცირედში გამანადგურებელი გამარჯვება დენ ჰუკერთან. ამ ორმა რაუნდმა არამხოლოდ რეიტინგები შეცვალა, მან მთლიანად გადაალაგა მსუბუქი წონის მომავალი. საქართველოში უამრავი ქომაგი აკვირდება ამ დივიზიას, რადგან ეს კატეგორია ყოველთვის იყო ყველაზე დრამატული, ყველაზე სიღრმისეული და ყველაზე ტაქტიკური. და ახლა, როცა არმანი გახდა ნომერი პირველი კანდიდატი, წინა ხაზზე დგას კითხვა: რა ელის ილია ტოპურიას? არმან სარუკიანის დომინანტურმა წარმატებამ ჰუკერთან ბევრისთვის ნიშნავდა უეჭველ სიგნალს. ის უკვე მზად არის საჩემპიონო დიდ სცენაზე. რა სტატუსით? ეს ჯერ გაურკვეველია. იქნება ეს დაუკავებელი ქამარი, დროებითი ტიტული თუ პირდაპირი შეტევა ილია ტოპურიაზე. მაგრამ ერთი ანათელი, არმანი საკუთარ რიგს მოითხოვს, მტკიცედ და ხმამაღლა. და აქ იწყება ნამდვილი სპექტაკლი. ალბათ უკვე ნახეთ ვიდეო, სადაც არმანი ილია ტოპურიას იმიტატორს ფაქტობრივად აღსჯობს. საქართველოში ეს ვიდეო ბევრს ეცნო, რადგან ქართველ ფანებს ილიას ხასიათი და სტილი კარგად აქვთ აღქმული, ხოლო არმანის მიერ ჩანაწერში გამოყენებული ინგლისური აქცენტის მიბაძვა იმდენად ზუსტი იყო, რომ ბევრს გაეღიმა კიდეც. მსგავს ქმედებებში ჩანს თანამედროვე MMA-ის ახალი თვალი. ბრძოლას მხოლოდ ოქტაგონი აღარ განსაზღვრავს. სოციალური მედია გახდა მეორე ასპარეზი. სარუკიანმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი. ეს თამაშია. ახლა უნდა ილაპარაკო არა მხოლოდ ოქტაგონში, არამედ სოციალურ ქსელშიც. და ეს გვაჩვენებს, რომ ბრძოლა ფსიქოლოგიური ფრონტით უკვე დაიწყო. ილიამაც არ დააყოვნა. რამდენიმე საათში სტოქტონის სტილში ჩატენილი სილაზე ილაბარაკა, თითქოს არმანი პირისპირ შეხვედრისას გაჩერდა. დაიბნა და ვერაფერი უპასუხა. მაგრამ ფაქტები ვიდეოში მკაფიო დარტყმა საერთოდ არ ჩანს. საქართველოში ბევრმა ხუმრობით დაწერა კიდეც. სილა თუ აქ არის, რატომ ვერ ვხედავთ? ოთახში დაფრინავს? სწორედ აქ იკვეთება მთავარი. ილიას განცხადება უფრო ფსიქოლოგიური შეტევაა ვიდრე ფაქტობრივი. მისი შეტყობინება მკაფიო იყო. შენ ჩემთან შეხვედრისას იყინები. მე მართავ სიტუაციას. ეს სახის დისპლეი ქართულ ფანებს ძალიან კარგად ეცნობა. ილია ყოველთვის ცდილობს მენტალური დომინაცია დაამყაროს. იქნება ეს რინგის გასწვრივ თუ ინტერვიუებში. ახლა როცა ორივე მხარეს ტონალობა მკვეთრად აწეული აქვს, ყურადღება გადავიტანოთ ერთ სენსიტიურ მომენტზე, მათი პირველი რეალური შეხვედრა კულისებში. ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, კარგად ჩანს. არანაირი ბასრის შეხება, არანაირი მტრული ჟესტი. უფრო გავდა არა სილას, არამედ მსუბუქად მხარზე შეხებას. საქართველოში ბევრმა დაწერა კიდეც. ეს უფრო ბიჭური აბარაო იყო, ვიდრე აგრესია. სარუკიანმაც არ დაბნეულდა, არც უკან დახევა, არც წონა დაკარგული ენერგიისგან. უბრალოდ თვალით კონტაქტი და ზრდილობანი დაძაბულობა. უფრო მეტად შეგრძნება. კარგი, ახლა ერთმანეთს ვხედავთ. შემდეგ უკვე ოქტაგონი გადაწყვეტს. ეს მომენტი მართალია მოკლე, მაგრამ უდიდესი სიმბოლიკით დატვირთული იყო. სარუკიანი და ტოპურია აშკარად არ თამაშობენ ცივ მეგობრობას, როგორც სხვა მებრძოლების შემთხვევაში ხანდახან ხდება. ორივემ პირდაპირ ამბობენ, რაც აქვთ სათქმელით და ეს ქართულ აუდიტორიას ძალიან მოსწონს. სიმართლე, პირდაპირობა და ძალა, ეს სამივე თვისება ქართულ სპორტულ კულტურაში განსაკუთრებული ფასეულობაა. და სანამ საზოგადოება კამათობს, ჩუელია მართლა მოწინავეა, არმანი უფრო საშიშია, ერთი რამ ცხადია, ეს დაპირისპირება უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე რიგითი ბრძოლა. ეს არის პრესტიჟი, დომინაცია, ისტორია და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მსუბუქი წონის გულში. და ახლა იწყება აქ ყველაზე საინტერესო. მაგრამ იმ პატარა დეტალმა, რომელიც ამ შეხვედრაში ბევრმა ვერ შეამჩნია, თელ ისტორიას სრულიად სხვა სამყაროში გადაყავა. როდესაც დებატები სარუკიანისა და ტოპურიას დაპირისპირების გარშემო მკვეთრად გაიზარდა, სოციალური ქსელები პირდაპირ აფეთქდა. სარკემ აღნიშნულ სილაზე იროლიული მიმართვები გაუკეთა, მატრიცული მოძრაობები, უხილავი დარტყმები, კომენტარები ტიპა თუ სილა არსებობს, მაშ რა გახდა მისი გამოჩენა? ქართულ ქომაგებში ეს განსაკუთრებით პოპულარულად გავრცელდა, რადგან ილიას ყოველი ნაბიჯი ქართულ საზოგადოებაში გამორჩეული სიზუსტით ფასდება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი წერტილი: სხვა მებრძოლების მხრიდან შედარებები. საქართველოში MMA-ის ფანები ძალიან კარგად ამჩნევენ მსგავს პარალელებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ემოციებით დატვირთულ მომენტებს. იანგარის და ხამზად ჩიმაევის ერთ-ერთ შეხვედრაში მსგავსი ენერგია იგრძნობოდა. გარემ თითქოს გულწრფელ მეგობრობაზე ალაპარაკდა, მაგრამ სხეულისენით აშკარად ცდილობდა პროვოკაციას. ჩიმაევმა კი თავის მხრივ გაფრთხილება მისცა და ეს ძალიან გავს ტოპურიასა და სარუკიანის ენერგეტიკას. სიტყვებით მკაცრი თამაში, მაგრამ ორთაბრძოლის ზუსტ სივრცეში თითოეული მოძრაობა გამოზომილი. ილია ტოპურიას ჟესტი. არმანის თავის მოგუდვით მისალმება ბევრისთვის იყო მოსალოდნელი. საქართველოში არაერთხელ აღნიშნულა, რომ ილია ფსიქოლოგიურ ბრძოლაში დიდ სტატურად მოქმედებს. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ ის, როგორ შეხვდება მეტოქეს, რა ენერგიას გადასცემს, როგორი მზერა ექნება, როგორ გაიღიმებს. ეს არ არის შემთხვევითი ქცევა. ტოპურია ამ ფორმატს მუდმივად იყენებს.
მცირე შეხება, ხელის გადება, ხუმრობა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მენტალური ზეწოლა იკითხება. მეორე მხარეს კი დგას არმანი, ძალიან ფოკუსირებული, მშვიდი და სიღრმისეული მებრძოლი. მისი სტილი ქართველებისთვის სარწმუნო და ახლობელია. დახვეწილი დისციპლინა, სწრაფი რეაქცია და მეტყველი დუმილი. სრულიად განსხვავებული ენერგია. ამიტომ სწორედ მათი დაპირისპირება ქართულ MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემად იქცა. მოდით გავაანალიზოთ, რატომ არის ეს ბრძოლა იმდენად კრიტიკული მსუბუქი წონისთვის. დინარება ძალიან მარტივია. მსუბუქი წონა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონკურენციის დივიზიონი UFC-ში. კონორ მეგრეგორის ეპოქამა მას განსაკუთრებული ფართო ყურადღება მოუტანა, შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვმა სტრატეგიული დომინაციით სამუდამოდ შეცვალა ეს კატეგორია, ხოლო ისლამ მახაჩევის მიმდინარე ძალა კიდევ უფრო აძლიერებს ამ დივიზიონის სტატუსს. ამ სამ დიდ ეპოქას შორის კი ახლა ჩნდება ახალი თავი, ტოპურიასა და სარუკიანის ორივე, ახალგაზრდა, ორივე პიკში, ორივეს აქვს უნარი გახდეს ახალი არასპარსი ჩემპიონი. და ამაზე საქართველოში უკვე უამრავი შეხედულება გაჩნდა. ზოგი ამბობს, რომ ილიას პირველივე რაუნდში შეეცდება დარტყმის ძალით გააჩუმოს არმანი, მისთვის სწრაფი სტარტი ყოველთვის იყო კომფორტის ზონა, სარუკიანის შემთხვევაში კი პირიქით, მისი სიძლიერი არის გამძლეობა, მოთმინება, პოზიციების კონტროლი და არჩევანი სწორი მომენტისთვის. ამიტომ მათი ბრძოლაში არ იქნება ნეიტრალური სივრცე, არავინ დათამდებს რიტმს. ეს იქნება შეჯახება ორი სამყაროს, აფეთქება სტრატეგიის წინააღმდეგ, ტექნიკის წინააღმდეგ ძალის. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ ფარულ დეტალს, რომელიც ბევრმა არ დაინახა. კულისებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ილია პირველი შედის დერხანში, ხოლო არმანი თითქოს შეჩერებულია. ბევრმა ეს ილიას უპირატესობა ჩათვალა, მაგრამ წვრილ მოვში რომ ჩაუღვიმდეთ, იქ კიდევ ერთი უცნაური ფაქტორი ფიგურირებს. ის, რაც სწორედ იმ რამდენიმე წამში მოხდა, მთლიანად ცვლის წარმოდგენას მათ ურთიერთობაზე, რადგან ერთი პატარა დეტალი მიუთითებს, რომ ამ ბრძოლაში მენტალური ლიდერი შეიძლება სულ სხვა იყოს. თუ კვლავ დაუბრუნდებით იმ ვიდეოს, რომელმაც სოციალური ქსელები აალდა, ერთი დეტალი აშკარად გამოეპარა ბევრ ადამიანს. ის გარემო, სადაც ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს შეხვდა. დერეფანი, დაცვა, მობილური კამერები, კუთხიდან მოსული ხმაურები. თითქოს არაფერია განსაკუთრებული. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ გარემოში თითოეული ნაბიჯი, თითოეული შეხება და თითოეული მიკრორეაქცია უდიდეს მნიშვნელობას იძენდა. სწორედ აქ ჩანს ის, რაც ქართულ მაყურებელს ხშირად გამოეპარება. არმან სარუკიანი არ ყოფილა დაბნეული. მისი შეჩერება დაცვის მხრიდან იყო სუფთა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც ბევრ მაღალ რეიტინგიან დაპირისპირებაში გვინახავს. ილიას პირველობა ამ პასაჟში კი უფრო ოპერატორთან დამთხვევა იყო, ვიდრე რეალური უპირატესობა. ამ პატარა დეტალს ბევრი არ მიაღწევს ყურადღებას, მაგრამ მენტალურ ბრძოლაში ასეთი წვრილმანები 1000 რამეს გვიყვება. ქართულ ფანებს კარგად ახსოვთ, როგორ იქცეოდა ილია ტოპურია მაშინ, როცა ქართული დროშით აღორებდა თავისი გამარჯვებების ისტორიას. იქაც იგივე თავდაჯერებული მანერა მოჰქონდა, იგივე თავშეკავებული აგრესია. და სწორედ ამიტომ ეს კულუარული შეხვედრაც მის სტილს აბსოლუტურად ეთავსება. რაც შეეხება სარუკიანს, მისი შიჩუმე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ქართველი აუდიტორია ხშირად აღნიშნავს, რომ არმანში არის რაღაც ძველი სკოლის მომენტი. როდესაც მებრძოლი არ ყვირის, არ ახტება კამერებზე, მაგრამ თავისი მზერით ყველაფერს ამბობს. ეს ჩეული თვისებაა, რომელიც MMA-ის რეკორდული სახელებიდან ბევრს ახასიათებდა. მაგალითად, ჩარლზ ოლივეირას მშვიდი თავდაჯერება ან მახაჩევის უყოყმანო ჩრდილი. ასე გადადის დაპირისპირება მსუბუქი ფსიქოლოგიური შეხებიდან უფრო ღრმა სტრატეგიულ ომში. ახლა გადავალთ მთავარ ბრძოლაზე, რომელზეც მთელი MMA-ის სამყარო ლაპარაკობს. რა მოხდება ოქტაგონში მაშინ, როდესაც ეს ორი ძალა ერთმანეთს შეეჯახება? ტოპურიას ძღიერეები, ქართული პერსპექტივა. ილია ტოპურია, როგორც ქართველი გულშემატკივრები ამბობენ, სწრაფად მიშვერილი დარტყმის ოსტატია. მისი დარტყმის ძალა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ეს არის დახვეწილი ტექნიკა, ნიუანსი, ჩვენი ეროვნული მართვის უნარი. ილიას დარტყმის მექანიკა ისეთია, რომ მინიმალური მოძრაობით მაქსიმალურ ენერგიას აწვდის უმიზნობესად. ეს მას უნიკალურ უპირატესობას აძლევს. გარდა ამისა, ილია ბავშვობიდანვე არის გამოზრდილი განსაკუთრებული დისციპლინით. მისი ფონი გრეპლინგში უნივერსალური და საერთაშორისო დონეზე გამოცდილია. ქართველი აუდიტორიისთვის ეს დამატებითი სიამაყეა. მებრძოლი, რომელიც ევროპიდან მოდის და მსოფლიო დონის ჩემპიონობას ესწრაფის, მუდამ განსაკუთრებულ ინტერესით ფასდება. მისი ყველაზე ძლიერი ასპექტები არის კონტრდარტყმები, ელვისის სწრაფით გაცულ, ზლავრი მოკლე დარტყმები კლინჩში,
შეკრული შეუვალი ფსიქოლოგია, ბრძოლის მიმდინარეობის წაკითხვა და ქომაგების ენერგიის ათვისება, განსაკუთრებით ქართველებისა. სარუკიანის უპირატესობა, ანალიტიკური ხედვით. არმანის სრულიად სხვა სტილია. ეს არის დაგეგმილი ქაოსი. მის ჭიდაობაში გრძნობდება სომხური სკოლის სიმტკიცე, რუსული სამწვრთნელო სისტემის მკაცრობა და თანამედროვე UFC-ს ტაქტიკური მიდგომა. შეიძლება ქართველ ფანებს დიდად არ მოსწონთ მისი კონტრსტილი, მაგრამ მის ეფექტურობას ვერავინ უარყოფს. მისი მთავარი უპირატესობები არის ელიტური გრეპლინგი, პოზიციების ლამაზად გარდაქმნა, განუსაზღვრელი გამძნეობა, რაც რაუნდი გადის, უფრო ძლიერია. შეცვლედი სტილი, ბრძოლაში ადვილად ახდენს ადაპტაციას. მიწაზე მუშაობის კადენცია, რომელიც ბევრს შიში მოაქვს. სარუკიანის შემთხვევაში განსაკუთრებით გამოსარჩევია ერთი ელემენტი. ის არასდროს იკარგება წნეხის ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპურიას აგრესიული სტარტი, რომელიც ზოგჯერ ოპონენტს დაუყოვნებლივ ანგრევს, არმანზე ანალოგიურ ეფექტს შეიძლება საერთოდ არ მოახდინოს. ვინ გამოიყურება რეალურად საშიში? თუ ეს ბრძოლა სწრაფი ქაოსით დაიწყება, აშკარაა, ილია ფავორიტი იქნება. თუ ბრძოლა რითმულად და გათვლებით წავა, აღმართულდება არმანის უპირატესობა. დაი აქ იმალება ყველაზე სახიფათო ასპექტი. ორივე სტილი ერთმანეთისთვის არის დანანგრევი. ტოპურიას სიძამფრე არღვევენ სარუკიანის ტაქტიკური გეგმები. სარუკიანის გრეპლინგი აფეთქება ტოპურიას მოკვეთილი სისწრაფე. ორივეს აქვს უნარი დომინაციას წამებში შეცვალოს. არავინ იმარჯვებს მარტივად. ეს არ იქნება ბრძოლა. ეს იქნება გამოცდა, რომელსაც მსუბუქი წონის მომავალი გააჩნია. ახლა კი გადავალთ იმ უცნაურ დეტალზე, რომელიც მათ ბექსტეიჯ შეხვედრაში დამალული იყო და თუ სწორად გაიაზრებთ, ბევრ ამას შეცვლის თქვენი აღქმიდან. იმ რამდენიმე წამში ჩანს ნამდვილი დომინანტი, მაგრამ არა ის, ვინც ასე ხმაუღან ყვირის სოციალურ ქსელში.